რუსეთის იმპერიის და საერთოდ რუსული სახელმწიფოს ისტორიაში სულ რამდენიმე პიროვნებაა გამოსაყოფი, რომელმაც შექმნა რუსეთი და წარმოაჩინა როგორც მსოფლიო ძალა. კარგი თუ ცუდი ამაზე არ არის საუბარი, ალბათ უფრო ცუდი და სახიფათო შეიძლება ხშირ შემთხვევაში, მაგრამ მართლაც ერთ-ერთი მთავარი მსოფლიო მოთამაშე. ეს იყო პეტრე პირველი, ეს იყო თავისთავად ცხადია სტალინი და მესამე პიროვნება, ვინც შეიძლება ითქვას, რომელმაც პირველად გადააქცია რუსეთი დიდ მოთამაშედ, ეს არის ეკატერინა მეორე. და რა შეფასებაც არ უნდა კონდეს მას და რამდენი მითიც არ უნდა ტრიალებდეს, პეტრე პირველის გარდა რუსეთის იმპერიის ისტორიაში ვერავინ გაუტოლდება მას მიღწევები და შედეგებით, რაც აი ამ ქალს ჰქონდა. ძალიან სერიოზული პოლიტიკოსი. და სწორედ მის დროს იბადება მისი მრჩევლის, ფავორიტის, მეგობრის და როგორც გვინდა ისე უწოდოთ, ეს შეიძლება ითქვას, რომ აი მეორე მეს გრიგორ პოციომკინის ერთობლივი, ასე ვთქვათ, იდეაა, რომ რუსეთი გადაიქცეს სულ მცირე ყოველ სლავთა ბრძანებელ ერად და ქვეყნა და იმპერიად. და რა თქმა უნდა, ძალზედ სასურველი იქნება თუ მიაღწევენ კონსტანტინოპოლის აღებას. ყველა ის პოლიტიკური, თქვა და ნაბიჯი, სამხედრო ოპერაცია, ორი სერიოზული ომი ოსმალეთთან, რომელიც ეკატერინის დროს ხორციელდება, ეს არის 1768-74 წლების თუ 1787-91 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომები, რა თქმა უნდა, მიმართულია ბალკანეთის დასაპყრობად სულ მცირე და ზოგადად ყოველი მართლმადიდებლის, პირველ რიგში ევროპელი მართლმადიდებლების თავისი მფარველობის თუ ბრძანებლობის, იმპერიის ფარგლებში მოქცევის მიზნით და კონსტანტინოპოლის აღების მიზნით. ამ შემთხვევაში ყველა ძალას რუსეთი განიხილავდა მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზნისთვის დამხმარე ძალად. და რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით კავკასია ზოგადად და კონკრეტულად და განსაკუთრებით კონკრეტულად კი დასავლეთ საქართველოს პოჩომკინის და ეკატერინეს პროექტში ჩაჯდა როგორც ის სეგმენტი, რომელსაც გამოიყენებდნენ ოსმალეთის, ასე ვთქვათ, ყურადღების სხვა მიმართულებით გადასატანად ბალკანეთიდან. იმიტომ რომ მთავარი დარტყმა მათთვის უნდა განხორციელებულიყო ბალკანეთის მხრიდან და რა თქმა უნდა, ქართული ფაქტორი შვენიერი რამ იყო მათი წარმოსახვით, საიმისოდ, რომ ოსმალეთის ყურადღება მოეზიდათ სხვა მხრივ. და სხვა შორის, როგორც ეთქობა რუსული აგენტურა, მარტო კავკასიაში არ მუშაობდა ქართველებზე. იმიტომ რომ ზუსტად ამ პერიოდში დაიწყო ცნობილი ალი ბეის აჯანყება ეგვიპტეში ქართველი მამლუქის და ქართველი მამლუქების, რომლების ხელშიც აღმოჩნდა მთელი ეგვიპტე, სირია, პალესტინა და ეგვიპტის სულთნად გამოაცხადა კაცმა თავი და სერიოზული პრობლემები შეუქმნა ოსმალეთს. ზუსტად ეს ხდება 1779-70-71 წლებში, როდესაც ეგვიპტეში, სირია, პალესტინაშიც ქართველი აუჯანყდება ოსმალეთს და ეგვიპტის სასულთნოს შექმნის. ზუსტად აი ამ პროექტის ნაწილი იყო ტოტლებენის აქ შემოსვლა. სხვა შორის ახლა ტოტლებენზე ის გაბატონებულია ზოგად ჩვენს ისტორიაში ვიღაც გერმანული წარმოშობის ლოთი, ავანტიურისტი და არასერიოზული პიროვნება. რო თითქოს ის მოქმედებდა შის შემთხვევაში რაღაც სპონტანურად, თავისი ფანტაზიის მიხედვით და არაკვალიფიციურად. სინამდვილეში ტოტლებენი ეს მე-18 საუკუნის ევროპული პოლიტიკის ერთ-ერთი უსერიოზულესი ფიგურაა. ერთის მხრივ როგორც სარდალიც და როგორც დიპლომატი და პოლიტიკოსი. და მეორეს მხრივ როგორც ჩვეულებრივი ავანტიურისტი. იმ დროს აი მთელს ევროპაში ლეგენდები თუ დადიოდა პიროვნებებზე, მე-18 საუკუნე რო ავიღოთ, ტოტლებენს ერთადერთი ვინ შეედრება შეიძლება იყოს ჯოვანი კაზანოვა და გრაფი კალიოსტრო. მართლა ესეთი მითები იყო ამ კაცზე, იმიტომ რომ ის სხვადასხვა ქვეყნების არმიებში იბრძოდა, მონაწილეობდა, მაგალითად იყო ძალიან მამაციც და მომხდარა ესე რომ ესე თავში დაიჭრა ჭურვის, ასე ვთქვათ, ნამსხურევით და ეგონათ რომ მკვდარი იყო, მაგრამ ორი კვირის თავზე ამ ჭრილობიდან კიდევ ბრძოლის ველზე იყო
და უკვე ხმლით დაიჭრა თავის არეში და ერთი კვირის თავზე კიდევ ბრძოლის ველზე იყო წინა ხაზი. ეს იყო ძალიან მამაცი ავანტიურისტი, მაგრამ ეს არის პიროვნება, რომელმაც ცნობილ ევროპაში გახმაურებულ 7 წლიან ომში, რომელშიც სხვათა შორის ერთ მხარეს იბრძოდა ბრიტანეთი და პრუსია და მეორე მხარეს თავდაპირველად რუსეთის იმპერია, საღვთო რომის იმპერია და საფრანგეთი, მაგრამ მოიგო გაიმარჯვა ბრიტანეთმა და სახმელთო ბრძოლებში პრუსიამ. სწორედ იმ პრუსიის მამამთავარს, მეფეს, ფრიდრიხ მეორეს აგემა სამარცხვინო მარცხი და აიღო ქალაქი ბერლინი. და აიღო არა რაღაც არმიით, არამედ ერთი პატარა კორპუსით. და ამის ავტორი იყო ტოტლებენი. მეორე რამის ავტორია კიდე ტოტლებენი, ისე პიროვნებას ვახასიათებ. სწორედ აი ამ ბერლინის ოპერაციის პერიოდში მან თავისივე შენაერთში დაინახა ვიღაც წვერებიანი კაზაკი, რომელიც გამოაძახებინა და საიდან დაგვრჩა ეს ინფორმაცია იქიდან, რომ მან არ იცოდა რუსული. სხვა ჩვენს რუსული არ იცოდა. ყოველთვის მერეც უთარგმნიდნენ, ყოველთვის თარჯიმანი ყავდა. და აი ამ კაზაკს ეუბნება, რომ შენო თუ წვერს გაიპარსავო, ხარო ანალოგიო რუსეთის ტახტის მემკვიდრის პეტრე მესამესიო. და ეს კარგად დაიმახსოვრეო. ეს შეიძლება ძალიან საინტერესო აღმოჩნდეს შენთვისაც და საერთოდ ხალხისთვისაც. აი ეს კაზაკი, რომელსაც ურჩია წვერი გაეპარსა და თავი გაესაღებინა პეტრე მესამედ, იყო ემილიან პუგაჩოვი. ემილიან პუგაჩოვის შექმნა ტოტლებენი. შემდგომში მას ბევრი მოშურნა და მტერი ყავდა და რუსებმა ვერ აპატიეს, როგორ აიღე ბერლინი და თან იმ ზავის პირობებში, როცა პეტრე მესამე გახდა იმპერატორი და ფრიდრიხს დაუზავდა და ყველაფერი ჩააბარა, ტოტლებენი დააპატიმრეს, სიკვდილით დასჯასაც კი ითხოვდნენ თვითონვე კაცი, ვინც ბერლინი აიღო და მრავალი წელი ციხეში იჯდა. მაგრამ ძალზედ კარგად იცოდა ეკატერინემ მისი შესაძლებლობები. და აი ამ კაცს ათავისუფლებს, გენერლობას უბრუნებს და უშვებს საქართველოში და წამით გადახვდები. საქართველოდან 1772 წელს გაიწვევენ ტოტლებენს. ტოტლებენს სად გაიწვევენ? პოლონეთში. რასაც შედეგად მოყვება პოლონეთის პირველი დანაწილება. რაც დაგვირგვინდება უკვე 1795-ში პოლონეთის სახელმწიფოს გაქრობით. ესე იგი ეს ადამიანი არის აი სოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი უდიდესი კომბინატორი, მოდი ესე დავარქმევდი. აი დიდი აფერებით შემქმნელი, რა თქმა უნდა ავანტიურა მისთვის ყოფილი ნაწილია, მაგრამ 10-დან 9 შემთხვევაში წარმატებას აღწევს. და ის სწორედ ესეთი კაცი გამოუშვეს საქართველოში და საოცრება რა იყო. პირველი შემოსვლით, როდესაც ტოტლებენი შემოვიდა და კაჭი იმიტომ შემოვიდა, რომ მე დასავლთ საქართველოში გადასულიყო სოლომონთან და გურია სამეგრელო, ასე ვთქვათ, იმერეთის ჯარი წაიყვანა ოსმალების წინააღმდეგ საომრად. სხვა ჩვენს რუსეთს მარტო ტოტლებენი არ გამოუშვია, ზუსტად ასევე თავის ემისრებს აგზავნიდა ყუბის სახანოში, ანუ დარუბანდის სახანოში, ანუ დღევანდელ აღმოსავლეთ აზერბაიჯანში, შამხალთან და ასე შემდეგ, რომ ოსმალეთის წინააღმდეგ გამოეყენებინათ 68 წლამდე. ტოტლებენი აქ შემოვიდა უკვე ომის ფონზე. სხვა შორის მიაღწიეს იმას, რომ სუნიტმა აღმოსავლეთ კავკასიამ მხარი არ დაუჭირა არანაირად ოსმალეთს, ყველაფერზე უარი უთხრა და მაგრამ აქ აი აქტიურ ქმედებებზე გადასვლაზე რო იყო საუბარი, შემოდის ტოტლები. პირობას იღებს ერეკლესგან, შემდეგ ჯერზე ის უკვე შემოდის თავისი რაზმით, არც თუ ისეთი დიდი ჯარით. ერეკლეს, მაგრამ პირველივე დღიდან იწყება მისი, ასე ვთქვათ, გათიშე და იბატონეს პოლიტიკა.